რუსთავის მერიისა და ლიბერთი ბანკის საჩუქარი 19 იღბლიან მგზავრს მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც მგზავრობის საფასურს რეგულარულად საბარათე სისტემით იხდიან, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სმარტფონები და ნოუთბუქები გადაეცათ. პროგრამის ავტორების განცხადებით აქცია მომავალშიც გაგრძელდება. რუსთავის მერიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოსა და ლიბერთი ბანკის ინიციატივით სიტიპასის მომხმარებლებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი ტაპატაძემ დღეს იმ 19 იღბლიან მოქალაქეს გადასცა მათი კუთვნილი პრიზები, რომლებიც რეგულარულად სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით და მგზავრობის საფასურს სიტიპასის ბარათით იხდიან. რუსთავის მერიისა და ლიბერთი ბანკის ინიციატივით ყოველ მე-5,000-ზე მგზავრს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად ნოუთბუქები და სმარტფონები გადაეცათ. გადავიდა ავტობუსები ელექტრონულ სისტემაზე, გვერდში გას ლიბერთი ბანკი, ეხლა პრიზები გათამაშდა, რომ გააქტიურეს ბარათების აღება და ყველას მოუწოდებ მოქალაქეებს ბარათები აიღონ, რათა აქციები კიდე იქნება და პრიზებიც გათამაშდება. დაახლოებით 6 თვეა უკვე ამ სისტემაზე ვართ გადასული. ყავდა 19 პრიზიორი, პრიზები გადაეცათ აპრილის თვეში ყოველ მე-5,000 მგზავრს, რომელმაც იმგზავრა ქალაქ რუსთავის ავტობუსით და გადაიხადა მგზავრობის საფასური სიტიპას ბარათით, ანუ ელექტრონული ბარათით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. რუსთავში უკვე 6 თვეა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა საბარათე სისტემით არის შესაძლებელი. დღეს მდგომარეობით 12,000-ზე მეტი სიტიპასის ბარათია მიმოქცევაში და უკვე დაფიქსირდა 120,000-ზე მეტი გადახდა. სიახლეს ტრანსპორტის მგზავრები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, საბარათე სისტემაზე გადასვლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული გახდა. ყურადღებას არ უთმობს უკვე მძღოლი მონეტის დახურდებას და არ კარგავს დროს, მათ ისედაც დაძაბული შრომა აქვთ და ამიტომ მე ყველას მოუწოდებ რუსთავის მაცხოვრებლებს, აიღეთ ბარათი და ისარგებლეთ, იმგზავრეთ კომფორტულად. მინდა რომ გაგრძელდეს ეს აქციები და ჩემს გარდა და ამ მოგებული ხალხის გარდა კიდე ბევრმა მოიგოს და ბევრმა გაიხარისოს ცხოვრება ამით. სიტიპასის ბარათის მიღება მოქალაქეებს ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში უფასოდ შეუძლიათ. ბარათით არა მარტო მგზავრობის საფასურის გადახდა ხდება, არამედ მფლობელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო დაწესებულებებში სიტიპასით გადახდის შემთხვევაში 50%-მდე ფასაკლებით ისარგებლოს.